რაიქადაგა საქართველოს პატრიარქმა რისი თქმა სურდა ილია მეორეს, ვინ იყო მისი ადრესატი და ვინ რა ამოიკითხა საშობაო ეპისტოლეში. თეოლოგების ნაწილმა პატრიარქის მიმართვაში ივანიშვილის ირიბი კრიტიკა დაინახა. ისინი უწმინდესის მიმართვის მთავარ აქცენტებს ეკლესიასა და ოლიგარქს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეპისტოლე პატრიარქს საერთოდ არ ეკუთვნის და ის იგივე ჯგუფის დაწერილია, ვინც ილია მეორის საახალწლო მიმართვა დაამონტაჟა. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენინა. კეთი თეოლოგებს და ანალიტიკოსებს აქვთ საერთო პოზიცია. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლებელია პატრიარქს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გუშინ წირო ალოცვაზე კიდევ ერთხელ იხილა საზოგადოებამ, მას შესძლებოდა, რომ აი ამ სიგრძე ეპისტოლე თავად დაეწერა და როგორც მინიმუმ ამისთვის ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდებოდა. ამიტომაც ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს ეპისტოლის ეს ტექსტიც არის იმავე ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დაწერილიც, რომლებმაც დაამონტაჟეს პატრიარქის საახალწლო მილოცვა 1 იანვარს და როგორც უკვე კარგად იცის მაყურებელმა, სწორედ დამონტაჟებული მილოცვა გავრცელდა ილია მეორესი 1 იანვარს, რომელიც შემდეგ ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ გაემიჯნა აი ამ დამონტაჟებულ მილოცვას და თქვა, რომ ეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს არ გაუკეთებია. რაც შეეხება გუშინდელი საშობაო ეპისტოლეს ტექსტს, თეოლოგები და ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ ჩვეულ სტილშია ის დაწერილი, არ მოიცავს ის იმ საჭიროებებს და იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს თანამედროვე მართლმადიდებულ საზოგადოებას მათ შორის საქართველოში მრევლს უდგას, მაგრამ იქ არის ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი, რომელშიც საუბარია კაცზე, რომელიცაც ძალიან ეშინია სიკვდილის და ცდილობს, რომ სიცოცხლე ხელოვნურად გაიხანგრძლოს და ყველას მთელ საზოგადოებას გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ საუბარი იყო ოლიგარქზე ბიძინა ივანიშვილზე და თეოლოგები და ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან ამ პოზიციას. დღეს რა გამოწვევებით დგას საქართველოში მართლმადიდებელ ქრისტიანთა წინაშე, იმისი ასახვა ამ ეპისტოლეში არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა პოლიტიკური კონტექსტი მაინც სჩანდა. არც ერთი აქცენტი, რომელიც ხელისუფლებას მოეწონებოდა და ხაზგასმა და გამოყოფა იმ პასაჟისა, რომელიც საზოგადოებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა და ჩემი აზრით ამისთვისაც იყო გამიზნული, თუმცა კონკრეტულად რასაკვირველია საპატრიარქო იტყვის, რომ არავის არ გულისხმობდა და ეგოს პრობლემაც და სიკვდილის შიშის პრობლემაც ეს არის თითეული ინდივიდის მარადიული პრობლემა. მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვისაა განსაკუთრებული ძალისხმევა სიცოცხლის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ვინ მიმართავს სხვადასხვა პრაქტიკებს, რომელიც სხვათა შორის მართლმადიდებელი ქრისტიანობისგან აცდენილია და ამიტომ საზოგადოებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ვიდეო, რაც ახალი წლის შემდგომ გავრცელდა, ხო, იქაც ჩვენ ხედავთ თვალნათლივ, რომ პატრიარქი თავისი მხსოვანებიდან გამომდინარე ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია, მძიმე მდგომარეობაშია და შესაბამისად ამ სიდე ეპისტოლის დაწერა მისთვის საკმაოდ შრომატევადი საქმეც იქნებოდა. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ისევ და ისევ მისი შემოქმედება, უბრალოდ ეს ზუსტად იგივე გუნდის შემოქმედება არის, ვინც ის ვიდეო გაავრცელა, ვინც შექმნა, და ესე მოგვაწოდა. დანარჩენი, რაც შეეხება თვითონ ეპისტოლესთან დაკავშირებულ მომენტებს, ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის ნათქვამი, პირიქით ეს არის ძალიან ესე არც ცივი და არც ცხელი და რაც აძლევს საპატრიარქოს იმის საშუალებას, რომ ადვილად იმანიპულიროს ქართული საზოგადოებით. გუშინდელი საშობაო ეპისტოლე არის ტექსტი, რომელსაც ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან ელოდა საზოგადოებაც და ელოდნენ ანალიტიკოსებიც და თეოლოგებიც, რადგან როგორც უკვე იცით, დამონტაჟებული საახალწლო მილოცვით დადასტურდა, რომ ილია მეორეს უკვე აღარ შეეძლო, აღარ ჰქონდა იმის ჯანმრთელობა, რომ თუნდაც საახალწლო მილოცვები ეწერა და ყველას აინტერესებდა რა ეწერებოდა გუშინდელ ეპისტოლეში. ეპისტოლეში კონკრეტულად ასე ხაზგასმით თეოლოგებიც ამბობენ ამას და ანალიტიკოსებიც, რომ არაფერი წერია ისეთი, რომ საპატრიარქოს მოედავო რამეზე, მაგრამ საერთო კონტექსტს და საერთო პოლიტიკურ პოზიციას საპატრიარქოსას მაინც გამოხატავს. და კიდევ გუშინდელი ეპისტოლე გამოირჩევა იმითაც, რომ იქ არ არის არც ერთი ისეთი კონტექსტი და არც ერთი ისეთი ფრაზა, რომელიც ეამებოდა ქართულ ოცნებას. მათ შორის არ არის საუბარი ყბადაღებულ მშვიდობის თემაზე, როგორც ეს წინა წლებში გამუდმებით ხდებოდა ხოლმე და იქ არის ერთი კონკრეტული პასაჟი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა თეოლოგებისთვისაც და ანალიტიკოსებისთვისაც და როგორც უკვე გითხარით, ყველას გაახსენა ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი.
დაცემული ადამიანი თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს. იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს. ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ზრწის. ბოლო პერიოდში გავრცელდა არაერთი პოზიცია, არაერთი ადამიანის, ანალიტიკოსის, თეოლოგის და რიგითი მოქალაქისაც თუ რა შეიძლება ხდებოდეს, რა პროცესებთან მქონდეს საქმე საპატრიარქოში, მაგრამ ყველა მათგანი არის ვარაუდი. ის რაც დადასტურებით ვიცით, საპატრიარქოდან ბოლო პერიოდში კონკრეტულმა ჯგუფმა განზრახ გამოიტანა სააშკარაოზე, რომ პატრიარქი არის ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მას უკვე აღარ შეუძლია საკუთარი ტექსტების წერა და იქ არიან ადამიანები, ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი, რომლის შესახებაც სინოდის წევრებისთვისაც ცნობილია, მაგრამ მათ ვინაობას არასახელებენ, რომლებიც ახლა პატრიარქის სახელით საუბრობენ და ესაუბრებიან საზოგადოებას. ამის შემდეგ წამოვიდა კრიტიკის დიდი კასკადი და ეჭვის, რომ შესაძლოა სწორედ არ ყოფილიყო ილია მეორის დაწერილი არც ის მისალოცი წერილები არჩევნების შემდეგ ქართული ოცნებისადმი და არც სხვა ეპისტოლეები თუ მიმართვები, რომლებსაც ბოლოში ეწერებოდა ილია მეორე და უმეტესად იყო მაამებლური ქართული ოცნების პოლიტიკის მხრივ და გუშინ ვნახეთ, რომ ეპისტოლე, რომელიც წაიკითხეს სამების საკათედრო ტაძარში, ამ მხრივ იყო სრულიად დაცლილი, არ გამოხატავდა თვითგამოცხადებული მმართველი პარტიის მაამებლურ პოზიციას და პირიქით იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი.